22 თებერვალს ჩემთან სახლში შევიკრიბეთ მე და ჩემი მეგობრები, მეუღლეებთან ერთად და მე სახლში გამოჩნია ჩემი საკუთარი პირადფლობელობაში არსებული იარაღები, რამოდენიმე იარაღი. ერთ-ერთი მქონდა ჩემი ნათესავისგან აჩუქარი, რომელიც გადაფორმებაც ვერ მოვასწარი, არ გადამიფორმებია. მქონდა სეიფში შენახული ეს იარაღები. შემდეგ ჩემმა მეგობრებმა დაათვალიერეს ჩემი იარაღები, კოლექცია ჩემი და ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს შემთხვევით გაუვარდა ეს იარაღი და მოხდა ეს უბედური შემთხვევა. წავედით ლადოს პირადი იარაღების დასათვალიერებლად. დათვალიერების დროს მოხდა ჩემს მიერ გასროლა. ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოს თანამშრომლობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე დაკავებულია ზვიად ქავთარაძე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს ღამით დაკავებულები მეგობრებთან ერთად ნუცუბიძის ქუჩაზე ლადო ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ლადო ვარძელაშვილის იარაღის კოლექციის დათვალიერებისას ზვიად ქავთარაძეს იარაღი გაუფრთხილებებით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირეთ მდგარ დევის ირაძის გუმკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი სამოწყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ლადო ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს აჩუქრად გადასცა, რომელიც ასევე დაკავებულია.